ისე მან არის სულ თქვენთან შეხვედრა, ეს რა თქმა უნდა თავისთავად ნიშნავს მისგან, რომ ის გარკვეული ხარისხით ამოსახიერებს. ეს გაუჩნდა რა თქმა უნდა უფრო მეტი мотивация იმისა, რომ ის საჭესული დაქვემდებარებოდა. შეუძლია გავლენა მოხდება მას განსაზღვრებით, რომ ეს ნიშნავს პერსპექტივაში შეიძლება არასდროს არ აღდგენოს. გარყვნილი ქმედების, სექსუალური შევიწროვებისა და პედოფილიის ბრალდებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მაშინ მღვდელი განუსაზღვრელი ვადით დასაჯა. ეს ჩანაწერი საქართველოს საპატრიარქოში 1 წლის წინანდელ შეხვედრას ასახავს, სადაც ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე და პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მღვდლისგან შევიწროვებულ ქალებს გადაწყვეტილების დეტალებს აცნობენ. გოგონების საკითხის ზნეობრივ კომისიაზე განხილვას უშედეგოდ ითხოვენ. Nikolos hobis aberti tue, Nikolos abarats. განადგურებული როგორია ეს მარტივი თემა. ეს ყველაფერი თავზე ენტრევა. განთლა ისიც არ ქონათ რომ დავაბუროთ ეს კაცი. ციხეში ამის გამო არავინ არ ჩასვავს. და შეიძლება ისე დავაბუროთ რომ რაღაცა ის პრობლემა შეგვექმნას. ჯურისტებიდან უნდა ამოხვიდეთ. ის დაშლილია და ის აღარ გაიმეორებს. იმას ყოველ შემთხვევაში იმ სახით რა სახითაც აკეთებდა, ისე რაც გააკეთებს არავინ არ იცის, როგორც თქვა საერო მოღვაწე. მინუსი კი არ არის რომ რაღაც მოხდება. შაბათის ფორმულა საპატრიარქოში პატრიარქის მდივანს ესაუბრა. მიქაელ ბოტკოველი პირად საუბარში გვეუბნება, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო. მას არ დაესწრო ბრალდების მთავარი ადრესატი ნიკოლოს გეწაძე. ჩანაწერის მიხედვით მღვდელმა მომჩივან გოგოებს თავი აარიდა. გარყვნილი ქმედება და გოგონების საჩივრების ნაწილი, რომელიც არასრულწლოვნობის დროინდელ ეპიზოდს ასახავს, ზნეობრივმა კომისიამ არ განიხილა, რადგან საკითხის შესწავლის პასუხისმგებლობა ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ საკუთარ თავზე აიღო. საპატრიარქომ მღვდლის დასჯა ეპარქიის მმართველს მიანდო. მან მორჩილებით მოიხადა საშელი, რაც დაედო თავის დროზე, მოიხადა ეს საშელი და შემდგომ მრავალრიცხოვანი მრევლის თხოვნის საფუძველზე და მოძღვრის რეკომენდაციის გათვალისწინებით დაუბრუნდა მღვდელმოქმედება. რა იყო მისი საშელი? შეჩერებული ჰქონდა მღვდელმოქმედება და გადაყვანილი იყო ზარზმის მონასტერიდან, თუმცა ზარზმაში არ დაბრუნებულა, ის ქვაბის ჯვარში აგრძელებს მოღვაწეობას. ქორეპისკოპოსმა დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ პედოფილია, გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვნებისა და ქალების სექსუალური შევიწროვება არქიმანდრიტმა ნიკოლოს გეწაძემ მოინანია. მეტიც გითხრა, რომ მისი ეკლესიაში დაბრუნება მრევლის ნაწილმა ითხოვა. ეპისკოპოსმა მძიმე ბრალდებების შემდეგ ზარზმის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს ამბიონი კვლავ ჩააბარა. აღსარებისა და ზიარების უფლება დაუბრუნა, ანაფორა ჩააცვა და მრევლი მათ შორის ბავშვები მიანდო. უვადოდ ქონდა შეჩერებული. უვადოდ არა, განუსაზღვრელი ვადით. განუსაზღვრელი ვადით, რაც ნიშნავს, რომ მონაწილეობის შემთხვევაში რაც ნიშნავს, რომ დაუბრუნდება თუ ამას ჩათვლის ეპისკოპოსის საჭიროდ. გოგოები ითხოვდნენ, რომ ზნეობრივ კომისიაზე განიხილონ ეს საკითხი და რატომ არ მოხდა ზნეობრივ კომისიაზე? კომისიაზე ეს არ უნდა განხილულიყო, ეს არის ადგილობრივი ეპარქიის პრეროგატივა და ეპარქია გადაწყვეტავს ამას, რა თქმა უნდა. და პედოფილიის ბრალდებით არ გეშინიათ ახლა მრევლთან? კონკრეტულად რა დანაშაული აღიარა არქიმანდრიტმა ნიკოლოს გეწაძემ, რა მოინანია და რა შეუნდო მას ქორეპისკოპოსმა უცნობია. ამ დეტალებზე ეპარქიის მმართველი შაბათის ფორმულასთან არ საუბრობს. სული არაფერი არ გამიკეთებია. აი, ვაკოცე ერთი, მე ვშო. ხო, ეგ იყო, მე კი არა. ვაკოცე არა ხარ მართლა. გადასკვნილი რაღაცა კი არ ყოფილა, ვიო. ის კი არ გავაკეთე რაღაცა. უბედურება კი არ გავაკეთე. ამ ჩანაწერში არქიმანდრიტ ნიკოლოს გეწაძის ხმა ისმის. ის მღვდლისთვის შეუფერებელ ქმედებაზე მრევლს ესაუბრება. განუსაზღვრელი ვადით დასჯილი მღვდლის ამბიონზე დაბრუნების შესახებ დაზარალებულმა 6-მა ქალმა ნათლისღების დღესასწაულზე მოულოდნელად სოციალური ქსელიდან შეიტყო. ჩვენ მივმართეთ საპატრიარქოს ამ ამბით და ვითხოვდით ზნეობრივ კომისიას. და თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა გამოიტანა განაჩენი არანაირი სინანული არ ქონია ამ ადამიანს და დაუსაბუთებლად აღუდგინეს მღვდელმსახურებმა. მინდა რომ მის მრევლს მივმართო და უთხრა, რომ უბრალოდ დაშვების დონეზე მაინც დაუშვან ეს ყველაფერი და ის მაინც გთან რომ საკუთარ შვილებს
და ახლობლებს ნუანდობენ ამ ადამიანებს. გოგონა პირობითი სახელით სოფიო სექსუალური შევიწროების დროს 21 წლის იყო. ის მოძალადე მღვდელს 3 წლიდან იცნობს, 8 წლიდან კი მისი სულიერი შვილი გახდა. ახალგაზრდა ქალი მაშინაც და ახლაც სასულიერო პირის გადაცდომის განხილვას ზნეობრივ კომისიაზე ითხოვს. დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და манипуляცია, რომ ჯოჯოხეთში ჩამომყვებოდა და მანახებდა საკუთარ თავს ცოდვაში. ურთიერთობაში მომცემდა ყველაფერს, ოღონდ ვიღაც შალიკოში არ გამეცვალა. მითხრა, რომ დაეცემოდა ჩემს გვერდით და უნდა მქონოდა საკმარისი ერთგულება, რომ აღსარების საიდუმლო არ გამეთქვა. მერე მითხრა, ფეხზე აუმდგარიყავი, ჩამეხუტა ნიკაპი, ხელით დამიჭირა და ტუჩებში მაკოცა. ხელები უკანალზე მომკიდა და უკან დავიხიე. გაკვირვებულმა მკითხა საპასუხოდ, რატომ არ ვკოცნიდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, ამ ყველაფერს ღმერთის სახელით აკეთებს. ყველა დაზარალებული არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის მრევლიდანა. მათ ნაწილს კაცი აღსარების სათქმელად სახლში იბარებდა. ნაწილს ღმერთის სახელით ესაუბრებოდა და ცოდვისკენ უბიძგებდა. ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას, გოგონებს სექსუალურად ავიწროვებდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ახლა უკვე ზრდასრულები იხსენებენ, რომ სექსუალური შევიწროვება მათზე მღვდელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. არ გამორიცხავენ, რომ ყველას ვინაობა მათთვისაც ცნობილი არ იყოს. შევიწროვებულებს შორის არის გოგონა, პირობითი სახელით ქეთევანი, რომელიც ძალადობის დროს ბავშვი იყო. საპატრიარქოს წერილით მანაც მიმართა. სასულიერო პირი სექსუალურად მავიწროვებდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა ჩემზე არასრულწლოვნობის პერიოდში. მეუბნებოდა, რომ სიყვარული არ შემეძლო, არ მიყვარდა არავინ. ჩემთვის თვითონ ყველაფერი უნდა ყოფილიყო და ისეთი ურთიერთობა უნდა გქონოდა, სადაც ორივე ერთმანეთისთვის ყველაფერს გავიღებდით. შემეხო ხელით ყველგან და ჩემ გვერდით საკუთარი თავი დაიკმაყოფილა. ვიყავი პანიკაში, ვტიროდი. მღვდელმთავარმა გაგვეცნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გეწაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედება უვადად. და გვეუბნებოდნენ, რომ კომისიის შედგენა ესეთი მარტივი არ არის და უკვე დიდი ხანია არ შემდგარა. იანვარში ნიკოლოზ გეწაძეს აღუდგა მღვდელმოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არც სინანულში ჩავარდნილა და არჩენდობა უთხოვია, ისევე დადიან მასთან, ისევე დაჰყავთ მეუღლეები და პატარა შვილები. ძიმე არის მარტას ისტორიაც. მღვდელმა სხვების მსგავსად ისიც აღსარების ჩაბარების დროს სექსუალურად შეავიწროვა და არასასურველი ურთიერთობის დამყარება მოსთხოვა. დანაშაულის გამჟღავნების შიშით მღვდელი მათ ემუქრებოდა კიდეც. მივმართეთ ეპარქიის ხელმძღვანელის და საპატრიარქოს ხოვნით, რომ გასულიყო ეს საკითხი კომისიაზე. მიიღო ამ ადამიანის შესაძლებლობა მისი სასჯელი, ჩამოშორებოდა მრევლს და განსაკუთრებით ბავშვებს. კომისია არ შედგა, არ ინანიებდა მის თავის აქციელს და არ აღიარებდა ბრალს. ეხლა აღდგენილი აქვს დამსახურება და ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას. შაბათის ფორმულა ზარზმის მამათა მონასტერშიც მივიდა, სადაც 11 ბერი თითქმის 20 წელი მსახურობდა. ჩვენი ინფორმაციით მონასტრის საძმოს სხვადასხვა ეპარქიებში გადაანაწილეს. ზოგი საკუთარი ნებით ეკლესიას გაეცალა, რადგან მათი წინამძღვრის ნიკოლოზ გეწაძის დანაშაული ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი წავიდა მონასტრიდან. ვინც იყო ძმო, ყველა წავიდა, მე გითხო. ყველა რატო წავიდა? არ ვიცი. გითხარით მიზეზი დაშლის რა გახდა? კონფლიქტი მოხდა მოგების საჩივრის საფუძველზე? რა გახდა თქვენი ტაძრიდან წასვლის მიზეზი, ისევე როგორც საძმოს სხვა წევრების, აქ ადგილზე გვეუბნებიან, რომ ძველი აღარავინ მსახურობსო. კი, მე აღარ ვარ საძმოში, უბრალოდ ვერ გეტყვით. გოგონების განცხადებებიდან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება? მე უფესლოც საკურთხევით გადმოვედი ხა ვალის მონასტერში, უბრალოდ ვერ დაგელაპარაკების. ბერებისგან განსხვავებით ადგილობრივი მრევლი გვიდასტურებს, რომ მონასტრის საძმო მამა ნიკოლოზის გარყვნილი ქმედების გამო დაშალეს. ასევე აუგრძალეს ამ თემაზე ღიად და საჯაროდ საუბარი. გოგონები კი ბულინგის და შევიწროების მსხვერპლები იყვნენ. ირკვევა, რომ მრევლის ნაწილისთვის მამა ნიკოლოზის დაბრუნება ტაძარში მიუღებელია. ისინი საფრთხეს ხედავენ. სოფელს არ აქვს სურვილი მისი აქ დაბრუნების. მეუფემ კარგად იცოდა სიმართლე, მაგრამ მან ეს ყველაფერი დაფარა და მაინც ისე გააკეთა, როგორც უნდოდა და როგორც ვიცი, არაფერი არ აღიარა. პირიქით გოგოები დაადანაშაულა. რატო წავიდნენ ბერები? ზუსტად ამ საკითხის გამო წავიდნენ. გააპროტესტეს? კი ბატონო, წინააღმდეგობა გაუწიეს ამ ყველაფერს და 9 ადამიანმა დატოვა ზარზმის მონასტერი ამ საკითხის გამო. ზრმობა დაიშალა ერთის.
ნიკოლოზ გეწაძეს ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ სასჯელი მოუხსნა. მანამდე მას მღვდელმსახურება 1 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა. საფრანგეთისა და რუსეთში ვიზიტების შემდეგ იმყოფებოდა ქვაბიჯვრის მონასტერში. მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, პოლიცია მღვდლის შესაძლო დანაშაულზე არ რეაგირებს. თავად დაზარალებული ქალების მოთხოვნა მრევლის გადარჩენა და საეკლესიო სამართლის აღსრულებაა.